მოშებას დღის სხვა მოვლენებით ერთიანი ნაციონალური მოძრაობა თბილისის მერის დაქვემდებარებაში მყოფი ორგანიზაციების საფინანსო სამეურნეო საქმიანობის რევიზიას აპროტესტებს. ირაკლი აბესაძის განცხადებით საგამოძიებო სამსახური ერთდროულად 10-მდე ორგანიზაციის დოკუმენტაციას სწავლობს. აბესაძეს უყვირს, რატომ მიმართა დავით ნარმანიამ საგამოძიებო სამსახურებს და არა საკრებულოს, სადაც სარევიზიო და შიდა აუდიტის კომისიები მუშაობს. დავით ნარმანია ძალიან წარმატებით აგრძელებს ცენტრალური ხელისუფლების მიერ მყარად დამკვიდრებულ პრაქტიკას, საგამოძიებო ორგანოები გამოყენებული იქნენ პოლიტიკურ ინსტრუმენტად და შესაბამისად ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თავდასხმა თბილისის მერის ორგანიზაციებზე ერთადერთი უკავშირდება იქ მომუშავე ადამიანებზე ზეწოლას, დაშინებას და მათი პოლიტიკური ნიშნით სამსახურებიდან გაყრას. მოუწოდებთ დავით ნარმანიას გაიცნობიეროს, რომ ის არის თბილისის მერი, მისი თანამშრომლები მისგან უხეში და უაზრო ძალადობის ნაცვლად ელოდებიან მათი ინტერესების დაცვას. ეს არის ჩვეულებრივი მუშა პროცესი, შევიდა ახალი ხელმძღვანელობა და აინტერესებთ მათ თუ კი ჰქონდათ რაიმე ფინანსური დარღვევები მათ წინამორბედებს. ასე რომ არავითარი აჟიოტაჟი აქ ასატეხი არ არის, აკეთებს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური თავის საქმეს, გამოძიება დადებს შედეგებს. თბილისის მერის ბატონ დავით ნარმანიას მომართვის საფუძველზე საგამოძიებო სამსახურმა დაიწყო მერის შეფასების შემოწმება, ამოღებულია დოკუმენტაცია, ისაბუთები, რაც გამოძიებამ ჩათვალა საჭიროდ, რომ არის მისთვის მნიშვნელოვანი. საქმე აღძრულია თითქმის ყველა შემთხვევაში 2 მუხლით, ეს არის 182 მითვისება გაფლანგვა და 218 გადასახადებისგან თავის არიდება. ეს არის ამ ეტაპზე რისკად შემიძლია დაველოდოთ გამოძიების პირველად შედეგებს და შემდეგ გვექნება საშუალება, რომ დეტალებზე ვისაუბროთ.